თარგმანს უზრუნველყოფს სათარჯიმნო კომპანია NG Georgia. ამ თვის ბოლომდე საქართველოს წამყვანი საინვესტიციო კომპანია Georgia Capital მის მიერ დაარსებულ GGU-დან, ანუ Georgia Global Utilities აქციონერებიდან სრულად გავა. 2021 წლის დეკემბერში დადებული გარიგების პირობების შესაბამისად ესპანური ჰოლდინგი Aqualia გამოიწყიდის GGU-ს დარჩენილ 20%-იან წილს, რისთვისაც GCAP $70 მილიონ 400,000 მიიღებს. ეს პროცესი კომპანიის სამუშაო რეჟიმის პარალელურად შეთანხმების მიხედვით მიდის და ჩვენ მას დაუბრუნდებით სწორედ შემდეგი თვის ბოლოსკენ, როგორც ეს ერთობლივად წარმოდგენილ რელისში იყო გაზიარებული რამდენიმე დღის წინ. ამასობაში ტრადიცია არ დაირღვა წელსაც და GVP 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. ყველაფერი იყო წარმოდგენილი მედიისთვის პრეზენტაციისას. კომპანია აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და თბილისის, ქალაქ რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების ეტაპობრივ გაუმჯობესებაზე ზრუნვას. კომპანიაში განმარტავენ განხორციელებული სამუშაოების შედეგად აულაბრის, ნავთლუღის, სოფელ დიღმისა და ვარკეთილი ზემო პლატოს არეალებში ავარიული დაზიანებების რიცხვი არის 50%-ით, ხოლო წყლის დანაკარგები 51%-ით შემცირებული. ყველაფერი დანარჩენისთვის ხოსე მილგელ სანტოსი, ქალბატონებო და ბატონებო, Georgia Water and Power-ის გენერალური დირექტორი და Aqualias წარმომადგენელი საქართველოში არის ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გამარჯობა. გამარჯობა, ყოველთვის მიხარია თქვენი ნახვა ჩვენთან სტუდიაში. My pleasure. My pleasure. Pleasure is all mine. მინდა დავიწყო მთავარით. თქვენი აზრით აი ამ 6 თვის განმავლობაში რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წარმოსადგენია, რას გამოყოფდით მიგნებებიდან? ეს არის დანაკარგები, თქვენი ტექნოლოგიური ჩართულობა და სიახლეები, ინოვაციები, რასაც კომპანიაში ამკვიდრებთ და მერე უკვე გადავიდეთ გამოწვევებზე, რომელიც რჩება და მუდმივად დარჩება, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელიც არ ჩერდება. Exactly. კი ბატონო, ზუსტად აღნიშნეთ, გასულ კვირას ჩვენ წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, რომელიც არის 2025 წლის ინვესტიციების და საქმიანობის შეჯამება. ვარაუდობს და მოლოდინი არის, რომ ინვესტიცია დაახლოებით 126 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდეს. პირველი 6 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე დავასრულეთ პროექტები. 30 მილიონი ლარის, 59 მილიონი ლარის პროექტი, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეა, ერთ-ერთი მათგანი არის მაგალითად ჭავჭავაძის ბაგების მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და კარგად მიმდინარეობს ეს პროცესი, ასევე კიდევ 57 მილიონი ლარის პროექტი არის უკვე დაგეგმილი, რომელიც არის სხვადასხვა ეტაპზე, იქნება ეს დიზაინის შესყიდვის და ასე შემდეგ, ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა მარეგულირებელი პერიოდის 2026 წლის გეგმის ნაწილი და საერთო ინვესტიცია, ჯამური ინვესტიცია, რაც გვინდა რომ განვახორციელოთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება რაოდენობას, ეს არის რიცხვები, რაც ამჟამად აღვნიშნეთ და შემიძლია გითხრათ, რომ როგორც გასულ წელს გავაკეთეთ, ახლაც მეტი აქცენტი და ფოკუსი იყო წყლის მილების რეაბილიტაციაზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მუშაობთ, თუმცა ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტიციების ფოკუსირება კომპანიის ყველა მიმართულებით ხდება. ეს არ არის მხოლოდ მილები, რა თქმა უნდა, ეს არის თუნდაც სატუმბის სისტემა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლოკაციებია, ბაგები, ბახტრიონის სამგორი, სატუმბის სადგურები და სისტემები და ამ შემთხვევაში ინვესტიცია განხორციელდა სწორედ ამ სატუმბის სისტემის განახლების მიმართულებით, ასევე სადგურების კონტროლის გაუმჯობესების მიმართულებით და ბევრ რამეს ვაკეთებთ აქტივობებს, რაც დაკავშირებული არის საოპერაციო შესრულების ხარისხის გაუმჯობესება. უნდა აღვნიშნოთ ასევე ის ფაქტი, რომ ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს იმისთვის, რომ წნევა შევამციროთ სისტემაში, რასაც უწოდებთ წნევის კონტროლს და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ამ თვალსაზრისით, რადგან ვიცით, რომ წნევის შემცირებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ დაზიანებების შემთხვევებს და წყლის დაკარგვის შემთხვევებს, ამიტომ ამ შემთხვევაში გავაგრძელებთ ამ პროექტების განხორციელებას და ამ მიმართულებით მუშაობას ამ ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ ცალსახა მოცემულობა, რისი დათვლაც შეგვიძლია, რომ უპრეცედენტო ინვესტიცია, რაც დავთვალეთ და შევადარეთ წინა პერიოდებს, ეს არის 126 მილიონი, ბატონო ხოსე, რომელიც გამოკვეთილი არის მარტო 2025 წლის პირველ 6 თვეში. ეს 100-ია და
ჩანს. მეორეს მხრივ გვაქვს რა გამოცდილება თქვენი ტიპის კომპანიებთან ურთიერთობისა, ძალიან რთულია განჭვრიტო რა იქნება შემდგომი საინვესტიციო დანახარჯები, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ეს არის მუდმივი პროცესი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩანს მუდმივი ზრუნვა თემაზე, რომ დანაკარგები იყოს ნაკლები, წყვეტილობა არ იყოს და ეს კონკრეტულ უბნებზე უკვე გამოიკვეთა, რაც შესავალში მქონდა. რჩება თუ არა ეს პრიორიტეტად და უწყვეტობა ინვესტიციებში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით იქნება თუ არა GVP-ის მართველი გუნდის მთავარი პრიორიტეტი. Yes, I can say that მე შემიძლია გითხრათ, რომ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, სტრატეგიის მიდევნებას, რომელიც 2023 წელს დაინიცირდა და იდენტიფიცირება მოახდინეთ მთავარი გამოწვევებისა, რაც გვაქვს, ვიცით, რომ მაღალი რაოდენობის დაზიანებების შემთხვევებისა, რაც გვაქვს წყალმომარაგების სისტემაში, უნდა იქნას შეკეთებული, რაც არის ამ შემთხვევაში დაზიანების მიზეზი და ასევე ინვესტიცია განვახორციელეთ. შესყიდვის თვალსაზრისით, ახალი აღჭურვილობის შესყიდვის თვალსაზრისით, რომ ეს გაჟონვის შემთხვევები მაქსიმალურად შემცირდეს, ასევე 30 აკუსტიკური ლოგერი დავამონტაჟეთ მაგისტრალური სადენებისთვის და მაგისტრალური სადენების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგალითად გასულ წელს ასეთი შემთხვევები ჰქონდა სამგორის შემთხვევაში, ამიტომ გვინდა, რომ პრობლემის წინასწარ პროგნოზირება შესაძლებელი იყოს, რათა შეკეთებას გროულად მოახერხოთ და საუბრობთ 13 კილომეტრის კაპიტალურ განახლებაზე, რაც მე თქვენ რაპორტში წავიკითხე. ეს არის საუბარი ძველი ქსელის მთლიანად შეცვლაზე და ზოგადად პროპორცია, ბატონ ხოსე, როგორ არის? ჩვენ ვიცით, რომ GVP-ის ქსელი ფაქტიურად ეს არის ის, რომელიც გაკეთდა იმ პერიოდში, როცა დაარსდა თბილისის წყალმომარაგების ქსელი, რა იცვლება და სად გიწევთ შეკეთება, ან სად გიწევთ მთლიანად გამოსვლა. აი ეს პროპორცია თუ დადგინდა. ეს ნამდვილად არის ბალანსი, როდესაც რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, მილების რეაბილიტაციაზე ამ შემთხვევაში მეტრებზე და კილომეტრობით მილებზე ვსაუბრობთ, რომელიც ჩავანაცვლეთ, გამოვცვალეთ და ახლა ეს მილები არის ახალი. ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეალურ შემთხვევაში დაახლოებით 2%-ს შევცვლიდით მთლიანი სისტემის სიგრძის, რაც დიდი გამოწვევებით ახსოვსია. ამიტომ რეაბილიტაციის გარდა, რომელიც არის მაგალითად სხვადასხვა ლოკაციებზე, ვაკეთებთ ასევე ყოველდღიურ შეკეთების სამუშაოებს და შეკეთების სამუშაოების შემთხვევაში დიდი რაოდენობით სამუშაოზე ვსაუბრობთ, მეტრების და კილომეტრების შემთხვევაში ყოველწლიურად და ამ თვალსაზრისით ზოგჯერ არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მთელი ქუჩის ჩანაცვლება პორციებად ვაკეთებთ, ეტაპობრივად, მაგალითად რუსთავის შემთხვევაში, მთავარი მაგისტრალური სადენების შემთხვევაში ვაკეთებთ მეორე ეტაპს პორციას მისი შეკეთებისა, რადგან ერთ წელში შეუძლებელი იყო მისი სრულად გაკეთება, ამიტომ უნდა შევაფასოთ, შეგვიძლია თუ არა და არის თუ არა სწორი დრო და პრიორიტეტი მილის ჩანაცვლებისა, თუ შეგვიძლია მისი შეკეთება გავაკეთოთ. ციფრები და რიცხვები მეორეს მხრივ, ეს იყოს ერთგვარად შემაჯამებელი ამ ნაწილში იძლევა სრულიად სხვა სურათ თქვენი საპილოტო პროექტებიდან გამომდინარე. იგივე თქვენ ახსენეთ ხა საუბარში სამგორის თემა, იგივე საუბარია თბილისის ზედაზონები, მათ შორის ანუ ისანი სამგორის ზონები და ამ დაგვარი. რუსთავის თემაც, რომელიც ასევე საპილოტო თემა. ფაქტია, რომ ეს ამართლებს და თქვენ ამას ადასტურებს იმ ეფექტურობიდან გამომდინარე, როგორც გაგრძელდება თუ არა ამგვარი საპილოტო პროექტები, სხვა მიმართულებებით, საიმისოთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაარწმუნდეს ერთგვარად და შემდგომ უკვე მიყვეს სწრაფ აღსრულებას, რაც გამოხატულია ქსელის განახლების და მის უწყვეტობის მუდმივ ზრუნვაში. შემიძლია გითხრათ, რომ 100%-ით გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას, რაც აქამდეც გაგვიკეთებია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ წყლის დანაკარგების შემთხვევები, ეს იყო პრიორიტეტი თბილისში, ეს იყო ამ წელს უკვე სრულად დასრულებულია ისანი სამგორის, თითქმის დასრულებულია ისანი სამგორის შემთხვევაში, რუსთავშიც სრულად გაკეთა, მცხეთაშიც. ამიტომ ვაკვირდებით ნამდვილად ძალიან კარგ შედეგებს ამ პროექტების განხორციელების პროექტებიდან
და ამ შემთხვევაში ალბათ ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური კრიტერიუმი სისტემის მართვისა, რადგან ეს გვეუბნება, რა არის დანაკარგის რაოდენობა, რა არის დაზიანების შემთხვევების რაოდენობა, სად ხდება ასეთი დაზიანების შემთხვევები და ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით, ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, ასევე ვანხორციელებთ დამატებით ქმედებებს და აქტივობებს ამ წელს მაგალითად დაახლოებით დიდი რაოდენობით სარქველის ჩამკეტი, ურდული სარქველის ჩანაცვლება მოხდა 400-ზე მეტი და ეს მოხდა სწორედ იმ ინფორმაციაზე დაფუძნებით, რაც ამ სისტემის მართვის პროცესში მივიღეთ. ამიტომ რა თქმა უნდა სასარგებლოა ეს ინფორმაცია და ქმედება და შემდეგი ნაბიჯი უკვე არის წნევის მართვა, წნევის კონტროლი. ამას ვაკეთებთ საპილოტო პროექტების პროექტებში. ერთი საპილოტო პროექტი გვქონდა, ახლა კი უკვე 2 გვაქვს საპილოტო პროექტი ისინი სამგორის ტერიტორიაზე და ასევე არის საკმაოდ კარგი შედეგები და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა ამ ამბით გელით კიდევ, ყველა განახლებით და სიახლეებით, რაც კი იქნება კომპანიაში, წარმატებები GVP-ს გუნდს. თქვენი წარმატება არის ჩვენი წარმატება და უწყვეტი წყლით მომარაგება. ხოსე მიგელ სანტოსი, ქალბატონებო და ბატონებო, Georgia Water and Power-ის გენერალური დირექტორი, იგი აქვალიას წარმომადგენელია საქართველოში. იმას მადლობას ვუხდი მობრძანებისთვის და ანგარიშისთვის ჩვენი საქმიანი საზოგადოების წინაშე. მადლობა ჩვენს პარტნიორს NG Georgia-ს, ასევე ხარისხიანი თარგმნისთვის GGU-ს და მასში შემოვალ კომპანიებს წარმატებებს უსურვებ ახალი მეპატრონის პირობებში. მათი წარმატება ნიშნავს ჩვენთვის, როგორც გითხარით, უწყვეტ და ხარისხიან წყალმომარაგებას. თარგმანს უზრუნველყოფს სათარჯიმნო კომპანია NG Georgia.